სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ჩვენთან არს ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის, დღევანდელი ჩვენი ერთობისათვის. ვხარობ, რომ თქვენთან ვართ, ერთად ვართ. მადლობა დღევანდელი დღისათვის, უპირველეს ყოვლისა, უფალს ჩვენს იესო ქრისტეს და მის უწმინდესობას, რომლის კურთხევითაც აღვასრულეთ დღეს აქ ამ წმინდა ტაძარში. მსახურება შევწირეთ უფალ სამადლობელი წღვენი, სადაც შემწირველი და შეწირული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ლიტურგია არის, ჩემო კარგებო, ხატი ცათასასუფეველის. დაი დღეს და ყოველთვის განცდა მაქვს იმის, რომ როდესაც აღვასრულებთ ლიტურგიას, რომ არ დასრულდეს, არამედ გაგრძელდეს მარადიულად. და ეს განცდა გქონდა დღეს ჩვენ. დასრულდა და წარმოთქვით სიტყვები მშვიდობით წარვედით. და ვითხოვთ ქრისტესგან კურთხევას, რომ ბრუნდებით ისევ სოფელში, ბრუნდებით სამყაროში და ვითხოვთ კურთხევას, რომ მოგმადლოს მშვიდობა, მშვიდობა და სიყვარული. სიყვარული, რადგან უმთავრესი მცნება არის სიყვარული და ჩვენ დღეს შეკრებილები სწორედ ვართ ერთმანეთის და ქრისტეს სიყვარულით აქ ამ წმინდა ტაძარში. გვიყვარს ერთმანეთი, გვიყვარს სამყარო, გვიყვარს ყველა ადამიანი და თუ ქრისტიანის ესეთი შეხედულება არ აქვს ადამიანისადმი, რა თქმა უნდა, მას ღმერთიც ვერ ეყვარება. ეს სამრევლო, ეს წმინდა ტაძარი, სადაც მამა თევდორე მსახურობს თავის ძმებთან ერთად, არის ჩვენი წმინდა ერთი კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილი, სადაც იდიდება იესო ქრისტე და სადაც ჩვენ ვსწავლობთ სიყვარულს, სადაც ვსწავლობთ ერთობას, სადაც ისმის სიტყვები არა ჩვენს ირგვლივ შემოკრება თქვენი ჩემო კარგებო, არამედ იესო ქრისტეს ირგვლივ. ეკლესია არის ქრისტეცენტრული და ჩვენ ყოველნი ვიკრიბებით იესოს ქრისტეს ირგვლივ. აი სწორედ ლიტურგიის დროს მოხდა ეს, როდესაც იესო ქრისტე არის ჩვენ შორის და იყო ჩვენ შორის და ჩვენ მის ირგვლივ შემოკრებილები. რაც უნდა იყოს მომავალ ცხოვრებაში, როდესაც დადგება ცათასასუფეველი. დღეს ვხარობ კიდევ უფრო იმით, შემთხვევით არაფერი არ ხდება და მე დღეს თქვენთან ვარ, იმ დღეს, როდესაც ეს წმინდა ტაძარი იკურთხა და ასევე იმ დღეს, როდესაც არის მამა თევდორეს დაბადების დღე. ულოცავთ მას მე პირადად და თქვენც ესევე მიერთდებით ალბათ ამ მოლოცვაში და შევთხოვ უფალ იესო ქრისტეს, რომ რაც არის მთავარი მიზანი ჩვენი და მთავარი მიზანი მამა თევდორესი, არც ერთი წამი არ ეცხოვროს იესო ქრისტეს გარეშე. ყოველი წამი ყოველი ჩვენი ფიქრი, ჩვენი გონება მიპყრობილი იყოს ზეცისკენ, ცათასასუფევლისკენ. და თუ ესე იქნება, ჩემო კარგებო, ყოველივე არის შესაძლებელი. თუ ესე იქნება, ჩვენ ვიქნებით ის ანთებული სანთლები, რომელიც სიბნელეში ნათობს და ჩვენ გვიცნობენ მაშინ, რომ ვართ იესო ქრისტეს მოწაფეები, თუ ჩვენ გვეყვარება სხვები.
თუ ჩვენ სიყვარულს არ გამოვხატავთ, თუ ჩვენ არ ვილოცებთ სამყაროს გადარჩენისთვის, არ ვილოცებთ ჩვენი დაცემული ცოდვებში დაცემული ძმებისთვის, არ ვილოცებთ ნებისმიერი ადამიანისათვის, რომელიც არ არსებობიდან არსებაში მოყავს ღმერთს. მაშინ ჩვენ არ შეიძლება ვიწოდებოდეთ ქრისტიანებად. რამეთ უფალი მოვიდა და განკაცთა ყველას გადასარჩენად, ყველას, ვინც იწამებს და ვისაც სწამს იესო ქრისტე განკაცებული ძე ღმერთი. შევთხოვთ უფალს, რომ ეკლესიის ერთობა დაიცვას და უფალი იცავს ეკლესიის ერთობას, რომ ესე არ იყოს, რომ თავი ეკლესიის არ იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ეკლესია დღემდე ვერ მოაღწევდა. ისტორიის მანძილზე მრავალი დევნა, მრავალი განსაცდელი გადაიტანა ეკლესია და ეკლესია დგას იმ ჭეზე, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი, იმ კლდეზე, რომელსაც ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევია. გვიყვარდეს ერთმანეთი და მარადის ვიყოთ მადიდებელნი მამისა, ძისა და სულისა წმინდისა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.